თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, პროკურატურას ერთი მოწმე გამომძიებელი ლევან ბასილიძე ხავს წარმოდგენილი, რომელმაც ამოღებული ვიდეომასალის დათვალიერება ჩაატარა. დაკავებული 8 პირიდან 3-ს ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან 5 კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. სასამართლო პროცესზე დაიკითხება ის გამომძიებელი, რომელმაც მოახდინა ვიდეომასალის მოძიება ჩამოტვირთვა, რომელიც შეეხება ვეფხია კასრაძეს, რაზეც პროკურატურა აპელირებს, რომ ეს არის ერთადერთი მტკიცებული, რომელიც საქმეში არის ვეფხია კასრაძის მიმართებით. ჩვენ გვექნება კითხვები, როგორ მოხდა ამ ვიდეომასალის დათვალიერება, შემდგომ ჩამოტვირთვა, იმიტომ რომ საქართველოს სასამართლოს საპროცესო კოდექსი კონკრეტულად განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა იქნას ეს მტკიცებული მოძიებული. თავარ გამომძიებელთან მაქვს სულ ორი თემატიკა. პირველი რაიმე მტკიცებულება თუ მოიპოვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი დაცვის ქვეშ იყოფებს, იცნობს და მეორე, ვინმე პირდაპირ მოწმე თუ დაკითხა. ორივეზე პასუხი არის არა. მეტი ვერაფერს ინფორმაციას ვერ მოგვაწვდის, იმიტომ რომ არ გაუკეთებია მსგავსი რამ. გვაქვს უამრავი კითხვა ამ თავარ გამომძიებელთან მის მიერ ჩადერებული ნებისმიერ სახის საგამოძიებო თუ სხვა სახის მოქმედებებთან, მათ დაწყებული საგამოძიებო მოქმედებებით დამთავრებული მის მიერ ასე ვთქვათ საქმეზე დანიშნული ექსპერტები თუ ჩადერებული გამოკითხვები. პროცესზე საკმაოდ დიდი დრო გვჭირდება ჩვენ იმისათვის, რომ სრულყოფილად დავგითხოთ აღნიშნული მოწმე. 8 თვეა უკვე იძიებენ ვერაფერს ვერ იძიებენ. ველოდები სხვათა შორის იმ გამომძიებელს, ვინც ჩვენთან სახლში იყო თორნიკეს წაყვანის დროს. ვიცით ჩვენ, რომ ამ ბიჭებს, ამ ყველას გოგუებსაც მათ შორის და ქალებსაც მიუსჯიან. თორნიკესთან ვიყავი მოკლე პაემაზე, დარწმუნებულები არიან, რომ ეს აუცილებლად დასრულდება და ისინი იმდეხან არ იქნებიან ციხეში, რამდენიც იქნება სასჯელი. გენერალურ პროკურატურაში ჩორჩენას ეპიზოდთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია გამოიკითხა. მისი თქმით, როდესაც ჩორჩენასთან საგუშაგოები აღიმართა, თავდაცვის ძალები ინფორმირებულები არ იყვნენ. ამის შესახებ კი თავად შემდგომ დღეს შეიტყო. პარტია გახარია საქართველოსთვის წევრები მოელიან, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ საქმეები კიდევ აღიძრება, რადგან ხელისუფლების მიზანი გიორგი გახარიას პოლიტიკური განეიტრალებაა. ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ხელისუფლების ქმედებები გახარიასთან მიმართებაში ურთიერთგამომრიცხავია და ეს პროცესები ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. გიორგი გახარიასთან გამოძიებას კითხვები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასთან დაკავშირებით აქვს. აღნიშნულ საკითხზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი დროებით საგამოძიებო კომისიაზეც გამოიკითხა. როდესაც ოცნება თავისი პროპაგანდით ჩორჩანის საქმე წააგო და გაასხა, მე გადავიდა სტრასბურგის გამოყენებაზე აბსოლუტურად ტყუილით. უფრო მეცაც კეთვით. კიდევ სხვა საქმესაც წამოწავენ, ეჭვი არ შეგეპარო თამაში. მორიგ ფეიქს და ყალბს. მათი მიზანი არის ერთადერთი, რომ მოხდეს გიორგი გახარიას პოლიტიკური ნეიტრალიზება. გახარიამ რაც განაცხადა, ანუ ერთადერთი რაღაცაა, რაც შეიძლება ითქვას, რომ ამ კაცის ბიოგრაფიაში თუ რამე შეიძლება იყოს ახსნადი და ასე ვთქვათ, გამართლებული არის, სწორედ რომ ეს ეპიზოდი რის გამოც დაიწყეს, ასე ვთქვათ, მის წინააღმდეგ ბრძოლა ამ შემთხვევაში ამ გამოძიება ივანიშვილის დავალებით. თუმცა ხა მე პირდაპირ გეტყვით, რომ თავარი ხა ამ შემთხვევაში არის ის, რომ ადამიანების პროპაგანდა და რეალობა, ხო, რომელიც იყო თუ არ იყო, არ ვიცი, ხა თვითონ უნდა გასცენ პასუხი. ერთი მხრივ იძახიან, რომ გოჯი ქართული მიწა არ დაგვიკარგავსო, მეორე მხრივ იძახიან, რომ მილიონი კვადრატული მიწა დაკარგა ჩვენმა მინისტრმა. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციას კვლავ განსხვავებული პოზიცია აქვს. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გაერთიანებული ძალებით გეგმავს პარტია ლელო ძლიერი საქართველოსთვის და გახარია საქართველოსთვის. გახარია საქართველოსთვის წევრის რუსუდან თევზაძის განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ და არჩევნებში მონაწილეობის პოლიტიკური მექანიზმი ქართული ოცნებისთვის ძალაუფლების ნაწილობრივი ჩამორთმევისთვის გამოიყენონ. ოპოზიციის ნაწილი კი ისევ ბოიკოტში რჩება. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, არჩევნები სპეცოპერაციაა და მასში მონაწილეობას ნაციონალური მოძრაობა არ მიიღებს. ქვეყანაში აღარ ტარდება არჩევნები, არის სპეცოპერაციები, ამიტომ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ და ვინც მიიღებს მონაწილეობას, იქნება სისტემურ ოპოზიციას, რომელიც დაეხმარება დემოკრატიული პროცესების იმიტაციაში დიქტატურულ ძალას ივანიშვილის ბანდის სახით და მეორე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რაც გახლავთ წინააღმდეგობა შესუსტება. ანუ ის რაც
თავარ დაბყოლებას უქმნის რეჟიმს, რაც იწვევს შიდა დაპირისპირებებს, შიდა რყევებს, საერთაშორისო ზეწოლას, რაც არის ეფექტური ერთადერთი გზა მსგავსი ტიპის რეჟიმების წინააღმდეგ საბრძოლოდ, აი ამ ბრძოლას დაანებებს თავს პოლიტიკური აქტორი. ის პოლიტიკური მექანიზმი ერთ-ერთი რა თქმა უნდა, რომელსაც ქვია არჩევნები, არის აუცილებლად ჩემის ხმარწმენითაც გამოსაყენებელი, ვინაიდან და რადგანაც არჩევნებზე, რომელიც გველის, არ უნდა დავტოვოთ ქართული ოცნება მარტო. ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნებისთვის საქართველოს ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვს ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა ევროპისგან სიკეთეების მიღებას იმ შემთხვევაში უნდა ელოდოს, როცა მასთან ურთიერთობების რეალური სურვილი გააჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში კი აღნიშნული სარგებლის მიღებას ვეღარ შეძლებს. ქართული ოცნება ევრორეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ევროკომისიის მიერ წაყენებული პირობები ვიზა ლიბერალიზაციასთან არავითარ კავშირშია და პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოიყენება. ქართული ოცნების დეპუტატის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ევროკავშირი შანტაჟისთვის იყენებს ორი ცნობილი კანონის გაუქმებასაც. ოცნების დეპუტატის განმარტებით, გამჭირვალობისა და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნის დაცვის შესახებ კანონების გაუქმება საქართველოს მომავალზე დამღუპველად იმოქმედებს. თუ ევროპასთან ურთიერთობა არ გინდა, თუ ევროპაში არ ხარ, მაშინ ყველა სიკეთეზე უარი გეთქმება. ეხლა იმიტომ გქონდა ეს სიკეთეები, რომ ევროპის ნაწილად დაგვიქონდნენ და თუ არ ვიქნებით ევროპის ნაწილი, აღარ გვიქნება ეს სიკეთეები. ძალიან მარტივად არის ეს ყველაფერი. მეგონი ქართულმა ხალხმა არაფერი არ დააშავა ისეთი, რომ აი ეს ასეთი სანქცია, ასეთი გაძლება იყოს მიღებული. მეორე მხრივ ნებისმიერ შემთხვევაში ამაზე რომ საუბრობენ და 10-ზე მეტი ქვეყნის მთავრობა რომ განწყობილია ეს შეზღუდვა დააწესოს, ეს უბრალოდ მიუთითებს იმას, რომ როგორც მინიმუმ წისვლა არ გვექნება არანაირი ევროინტეგრაციის მიმართულებით. და იმედია ეს ყველაფერი რაღაცნაირად საბოლოო ჯამში აისახება ქართული ხალხის აღქმებში ისე რომ სხვა მთავრობა გვყავდეს, რომელიც ასეთ საფრთხეებს არ დააყენებს ჩვენი ქვეყნისაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქურთობის ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინსპექტორი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 1990 წელს დაბადებული მბ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ოქროს ნივთს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით მიმდინარეობს. რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მესამე რაუნდი სტამბოლში დღეს შედგება. უკრაინასთან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე რუსეთის დელეგაცია კვლავ 4 ძირითადი წევრითა და 4 ექსპერტით იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით მათი დელეგაციის წარმომადგენლობაში 14 ადამიანი იქნება, რომლებსაც ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. მანამდე კრემლში განაცხადეს, რომ დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში მნიშვნელოვანი გარღვევის იმედი არ აქვთ. კრემლის პრესპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი საკუთარ ინტერესებს დაიცავს და მიზნების მიღწევისთვის ნაბიჯებს გადადგამს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით ოფიციალურმა ვაშინგტონმა და იაპონიამ მაღალი ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით, რომლის დაწესებითაც ტრამპი აზიელი მოკავშირის საქონელზე იმუქრებოდა, შეთანხმებას მიაღწიეს. როიტერის ინფორმაციით, შეთანხმება ასევე იაპონიისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში 550 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებისა და ამერიკული საქონლისთვის ბაზრების გახსნის ვალდებულებებს ითვალისწინებს. შეთანხმება, რომელიც შეთავაზებული 25%-ის ნაცვლად ყველა იმპორტირებულ იაპონურ საქონელზე 15%-იან ტარიფს მოიცავს ყველაზე მნიშვნელოვანია. იმ სავაჭრო შეთანხმებების სერიაში, რომლებსაც თეთრმა სახლმა 1 აგვისტომდე მაღალი გადასახადების ამოქმედების ბოლო ვადამდე მიაღწია.